ვისაუბრებ ინფორმაციაზე, რადგან ინფორმაცია ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრია და ადამიანებს უჭირთ მისი სწორად აღქმა, გაანალიზება, ამიტომ მე ვეცდები მოგაწოდოთ გააზრებული და დამუშავებული ინფორმაცია. დავეყრდნome ისტორიულ ფაქტებს და მათ ანალიზს. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენი აზრები უფრო საინტერესო გახადოთ. ამიტომ მოდი ჯერ გავიგოთ რა არის ინფორმაცია. უპირველეს ყოვლისა, ინფორმაცია ალბათ არის რაღაც მონაცემი, ხო? რაღაც ცოდნა, რომელსაც ადამიანი იღებს, რომელიც ამცირებს გაურკვევლობას და ქმნის რაღაც წარმოდგენას რაიმეს შესახებ, ხო? ანუ ფაქტიურად ინფორმაცია არის შეტყობინება, რომლის აღქმა და გაგება შესაძლებელია. იქნება ეს ვიზუალური, ტაქტილური, სმენითი თუ სხვა. მინდა რომ ჩვენ განვიხილოთ ინფორმაცია გააზრებულად და არა ზედაპირულად. იქედან ავიღოთ მხოლოდ მთავარი და საჭირო. ჩვენ გვაქვს ინფორმაციის წყარო, რომელიც გადმოსცემს და მიმღები, რომელიც აღიქვავს. და ნუ აღვიქვავთ ინფორმაციას ისე, როგორც ის ჩვენ მოგვაწოდეს, რადგან სანამ ინფორმაცია ჩვენამდე მოვიდა, მან ასე ვთქვათ, ბევრი ტვინი გაიარა, ხო? ბევრ ტვინში დამუშავდა და შემდეგ ის გადმოგცეს ჩვენ. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია ყოველთვის არსებობს რაღაც მატერიალურ მატარებელზე, რა. ის იქნება ეს წიგნი, დისკი, იგივე ადამიანის ტვინიცხო მატერიაა. ზეპირ ინფორმაციაში, რომელიც გადაეცემა, ხო, ეს ჩვენ ვიცით, ეს მაგალითად ფოლკლორი არის, ლეგენდები არის, ზღაპრები არის, ხალხური თქმულებები არის, რომელიც თავისთავად არ არის ახალი ამბავი. და ის ესეთი საუკუნეებში გამოვლილი ცოდნა არის. და უმეტესწილად იმ ცოდნამ, რომელმაც გამოიარა ეს საუკუნეები და ჩვენამდე მოვიდა, იყო ის ცოდნა, რომელიც სჭირდებოდა იმ ინფორმაციის მატარებელს. რომ ინფორმაცია უნდა იყოს ადვილად აღსაქმელი, დროული, სრული, მაგრამ ისიც ვთქვით, რომ ყველაფერი ამის გაგებისთვის საჭირო არის კონტექსტი. და ინფორმაცია ღირებული ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ის მიწოდებული ადამიანისთვის მომზადებულ აზრობრივ ნიადაგზე. ანუ როდესაც კონტექსტი, როდესაც ის ნიადაგი, მისთვის გასაგები ნიადაგი არის მზად. ამიტომ კონტექსტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ვეცდები ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც მე დავდებ, კონდეს თავისი კონტექსტი, ანუ ადამიანები შემზადებულები იყვნენ მის გასაგებად. თუ ეს არ მოხდა, მაშინ მე თავიდან ავხსნი ამ ყველაფერს. ამიტომ გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩემ არხს, გააკეთოთ დონაცია მისი მომავალი და უფრო მეტი და მეტი განვითარებისთვის. დაალაიქეთ, გამოიწერეთ და გპირდებით, რომ თქვენი ფიქრები უფრო საინტერესო გახდება.